ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი მოძრაობა ჯერ საქართველოს დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებების ინიციატივით გამოდის. თემა საარჩევნო წესები უნდა იყოს. ყიფიანის ამ შეთავაზების ადრესატი ოპოზიციური ფლანგიც არის, რომელიც ივანიშვილსა და მის პარტიასთან საერთო ენის გამონახვის პერსპექტივებს სხვაგვარად უყურებს. ჯერ საქართველოს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მათი ინიციატივა პოლარიზაციის დასრულების გზა. შეგახსენებთ, რომ ყიფიანის დაფუძნებულ მოძრაობას პარტიად რეგისტრირების პროცესი დაწყებული აქვს. ჩემი კოლეგა სალომე ლაბაძე უერთდება ამ თემით ჩვენს ეთერს. სალომე, ვინ მოიაზრებიან ყიფიანის შეთავაზების ადრესატებს შორის და როგორია პასუხები მათგან მოგვიყვები? ვიქტორ ყიფიანის ამ ინიციატივის შესაბამისად პროცესი საბოლოოდ უნდა მივიდეს ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკების გამართვამდე, თუმცა მანამდე, პირველ ეტაპზე, როგორც იკვეთება, ამ მიმართვის ადრესატები ოპოზიციური პარტიები არიან, რომლებმაც ყიფიანის ინიციატივის შესაბამისად ახლა საარჩევნო წესებზე შეთანხმება უნდა მოახერხონ, ოპოზიციამ ყიფიანის ინიციატივით უნდა წარმოადგინოს ხედვა იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაში დაეთანხმება ის ქართული ოცნების მიერ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ჯერ საქართველოს დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია მოახერხებს ფართო ერთობის ჩამოყალიბებას და შეძლებს იმას, რომ ამ ერთობის მონაწილეები იყვნენ არა მხოლოდ ოპოზიციონერი ამომრჩევლები, არამედ ის ამომრჩევლებიც, რომლებიც ქართულ ოცნებას უჭერენ მხარს და რომლებსაც ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზება წარმოუდგენია სწორედ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გზით, ბიძინა ივანიშვილს აღარც დარჩება სხვა გზა გარდა იმისა, რომ ის დაეთანხმოს ამ წესებს და ამისთვის საჭირო მოლაპარაკების პროცესში შევიდეს. სხვა შემთხვევაში კი ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ამბობს, რომ კიდევ ერთხელ როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცხადი გახდება ქართული ოცნების რეალური განზრახვის შესახებ და რაც მთავარია, ასეთ შემთხვევაში, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება საარჩევნო წესებში არაფერს შეცვლის, ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ მის მიერ დაფუძნებული ჯერ საქართველო, რომელიც ჯერ მოძრაობაა და მალე პარტიადაც დარეგისტრირდება, სავარაუდოდ თუ საქმე საბოლოოდ მივა აქამდე და ეს 3 აგვისტოს უნდა გაფორმდეს, ასეთ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და პროცესში, როგორც ამას ყიფიანი ამბობს, დეკორაციად არ შეერთდება. ამის ადემონსტრაციოთ, რომ ოცნებას გამოვაცალოთ ეს მითი თითქოს და პოლარიზებული საზოგადოების შესახებ საჭირო არის ინსტრუმენტი შეიძლება იყოს პარტიათა კონსოლიდირებული პოზიცია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, კონკრეტული საარჩევნო პირობების შესახებ. მესმის, რომ წარსულში შემუშავდა არაერთი დოკუმენტი, მაგრამ აი კიდევ ერთხელ ოპოზიციური პარტიების გაერთიანება ამ კონკრეტული მანიფესტის ირგვლივ, საარჩევნო რუკის, საარჩევნო ცვლილებების ირგვლივ იქნება ერთგვარი мотивация, რომ ძალიან დიდი ნაწილი საზოგადოების, რომელიც სწორედ რომ ამ ცვლილებების მომხრე არის, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა და მე მჯერა, რომ ასეთი მოსურნენი გასაგებია, რომ არიან ოპოზიციურ სპექტრში, მაგრამ ასევე შეიძლება იყვნენ ეგრეთ წოდებულ ლატენტურ ქართული ოცნების ამომრჩევლებში, რომლებიც აცნობიერებენ, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელი არის და ქვეყანა უნდა გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე. კრიტიკული მასის თავმოყრა სწორედ ამ დოკუმენტის ირგვლივ და ამით იმის ჩვენება და დემონსტრირება, რომ არანაირი პოლარიზაცია, არანაირი გახეჩა არ არის, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, სააგრძნობად მნიშვნელოვანი ნაწილი არის ცვლილებების მომხრე, ოცნებას დატოვებს პოლიტიკურ განმარტოებაში, როდესაც ის იძულებული იქნება. ამ შემთხვევაში ასეთია ჩვენი დაშვება, რომ დაჯდეს და ამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე დაგველაპარაკოს. რეალური არჩევნები თუ არ მივიღეთ ჩვენ, რომელიც ამ ცვლილებების წინაპირობა შექმნის, სხვაგვარად მასში მონაწილეობის მიღება და გაფორმება უბრალოდ და დეკორაციად გამოსვლა ატრიბუტად მონაწილეობის მიღება ჩვენთვის როგორც ჯერ საქართველოსათვის აბსოლუტურად აზრმოკლებული არის. რა წესებზე შეთანხმება მიაჩნია საჭიროდ ვიქტორ ყიფიანს იმისთვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა დაუშვან არჩევნებში მონაწილეობა, ეს ჯერ საქართველოს დამფუძნებელს ამ ინტერვიუში არ დაუკონკრეტებია, თუმცა საქმე ისაა, რომ ასეთი შეთანხმება უკვე არსებობს და ჩვენ აქ გულისხმობთ ოპოზიციის ალიანსის მიერ ჯერ კიდევ 2 თვის წინ გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომელშიც ალიანსში შემავალმა პარტიებმა წარმოადგინეს სწორედ არჩევნებში მონაწილეობის პირობები. ამ პირობებს შორის კი დასახელებული იყო როგორც მაგალითად საარჩევნო გარემოს შეცვლა და მაგალითად ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების დაბრუნება, ასევე ის, რომ ქართულმა ოცნებამ უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრების, შეწყვიტოს სისხლის სამართლის დევნა ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ და გააუქმოს რეპრესიული კანონები. მხოლოდ ამ შემთხვევაში განიხილავს ოპოზიციის ალიანსი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. გულისხმობს თუ არა იმავე წესებსაც ვიქტორ ყიფიანი, ეს როგორც ვიკითხარით ამ დროისთვის დაზუსტებით ცნობილი არ არის, თუმცა მთავარი რაც ყიფიანის პოზიციას შეიძლება ითქვას, რომ დანარჩენი პარტიების პოზიციისგან განასხვავებს, არის ის, რომ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის წარმოდგენით ბიძინა ივანიშვილთან
პოლიტიკური დიალოგი იქნება მხოლოდ ივანიშვილისთვის სასარგებლო და არ მოუტანს სასარგებლო შედეგს ოპოზიციის ამომრჩეველს და რომ იმისთვის რომ ოპოზიცია მიაღწიოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საჭირო არა ივანიშვილთან საუბარი, არამედ მისი იძულება რომ მან ეს ნაბიჯი გადადგას. პოლიტიკური დიალოგი ქართულ ოცნებასთან ამ ეტაპზე არის აბსოლუტურად გამორიცხული, იმიტომ რომ ქართული ოცნება არის უზურპატორი რეჟიმი, რომელიც აწამებს ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რომელიც წამლავს ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რომელიც აპატიმრებს პოლიტიკურ ლიდერებს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ნებისმიერ სიტუაციაში, სანამ რეჟიმი არ არის ჩამოშლილი, სანამ მას არ აქვს დაკარგული კონტროლი ვითარებაზე და სანამ ის იძულებული არ არის, რომ დანიშნოს ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და განთავისუფლოს პოლიტიკური ტყვეები, ამ რეჟიმთან რაიმე ტიპის დიალოგი არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული და ის მოემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ლეგიტიმაცია მიანიჭოს ამ რეჟიმს. შეუძლებელია ოპოზიციამ ავტორიტარულ სახელმწიფოში დააშულოს პოლარიზაცია. როდესაც გრძელდება პოლიტიკოსების დაპატიმრება, როდესაც გრძელდება რეპრესიული კანონების მიღება და გაღრმავება დაპირისპირების საერთაშორისო საზოგადოებასთან, ამ შემთხვევაში ბერკეტი და პირველი ნაბიჯი კი არა, არც თავარი ნაბიჯის უნდა გადაიდგას ივანიშვილის რეჟიმის, ანუ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიერ. მე არ ვიცი რატომ გონია ბატონ ყიფიანს რომ ის შეძლებს საუბარს ოცნებასთან ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საარჩევნო უფლებებთან დაკავშირებით, სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის რომ ცვლილება დადგეს ჩვენს ქვეყანაში. თუმცა ის რომ ივანიშვილი მას ლანგარზე მიართმევს სამართლიან არჩევნებს, ეს რა თქმა უნდა აბსურდია. რა პერსპექტივა აქვს ივანიშვილთან მოლაპარაკების მიღწევას და მოლაპარაკების გზით რაიმე შედეგზე გასვლას, მაშინ როცა ხედავთ რომ ქართული ოცნება აგრძელებს ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის ყველა საქმეს და ემუქრება მათ მრავალწლიანი პატიმრობით და ასევე გეგმა ძალაში რჩება პარტიების აკრძალვის გეგმაც. შეიძლება ითქვას რომ სწორედ ამ საკითხს ეხმიანება რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში ივანიშვილის პატიმრობაში მყოფი ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერის ელენე ხოშტარიას პოსტის, რომელიც საკუთარ ტექსტში აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი არ არის რის გაკეთებას აპირებს ბიძინა ივანიშვილი, არამედ მნიშვნელოვანია რით უპირისპირდება მას ოპოზიციის სტრატეგია კი უნდა იყოს მისი განმარტებით ერთიანი მოქმედება და როგორც ამას ელენე ხოშტარია წერს, ჩვენ ოპოზიციონერ ლიდერებს შორის უნდა ვისმენდეთ კამაც არა იმის შესახებ, თუ ვინ რომელ არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, არამედ უნდა ხედავდეთ ბრძოლას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მოპოვებისთვის.